ეს ჩემი და დედას ადრინდელი ერთად ყოფნის ბოლო ფოტოებია. და მე არ ვიცი, ვხვდებით ერთმანეთს თუ ვშორდებით. დედა ნუცა ხუთიშვილი ღოღობერიძე, პირველი ქალი რეჟისორი საქართველოში. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მან გადაიღო 2 ფილმი, რომლებიც ცენზურამ მაშინვე აკრძალა. მერე დიდი ტერორის დროს დედა დააპატიმრეს. ფილმებიც გაქრა თითქოს სამუდამოდ. და დღეს მე, მისი შვილი, 93 წლის კინორეჟისორი, ვყვები ერთი დავიწყებული ქალის ცხოვრების და მისი ასევე დავიწყებული ფილმების ამბავს.